თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. მშავრდებულმა ბაჩიაშვილმა პროცესზე ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და საგამოძიებო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მას დაზიანებები მის საკანში სპეციალურად შეგზავნილმა პირმა მიაყენა. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ძალადობის შემდეგ მას ადვოკატთან კომუნიკაციის უფლებაც არ მისცეს. დღეს პროცესზე თავად გიორგი ბაჩიაშვილი დაიკითხა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავებოდა. საუბარია 39 მილიონ დოლარზე. გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჭილი. 27 მაისს დააკავეს. პროცესი ხვალ გაგრძელდება, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. პარლამენტის გატაცებული, დამწყდებული ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამოიცალოს და წამებამდე ორი დღით ადრე ზუსტად ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა ივანიშვილს გაუხსენია ყველა შენი საფულეები თორემ ხო იცი რანაირი ხალხის ციხეში ჩამიკეტეს გარეთწომა ადვოკატთანაც მიდარების უფლება ამიგზავნეს რატომ? იმიტომ როცა შემოიყვანეს ის ნაძირალად შესაწამებლად რომ ვერ დამერედა და 63 საათი არ უშობდნენ დადობას შეთან ის კი არა სახალხო დამცველთანაც არ მარეკილებდნენ. აი მაგაში ესა. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში რომ ჰოსპიტალიზება არ მოეხდინათ, რომ ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახავთ. ჩემი სიმპტომები ამოიღეს ინფორმაციიდან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩამოწერია. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს მისცა სრულყოფილი ჩვენება, რომელიც დაახლოებით გრძელდებოდა 2 საათნახევარი. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი დეტალი, რომ გიორგი ბაჩიაშვილს კანონმდებლობით ჰქონდა უფლება, რომ საერთოდ არ მიეცა ჩვენება სასამართლოსთვის, ეს მას განემარტა კიდეც, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ გიორგის ერთადერთი ინტერესი არის ობიექტური რეალობის დადგენა, მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ვერანაირი პასუხი ვერ გასცა, მით უმეტეს დამაჯერებელი არსებითი ხასიათის საკითხებს, თუ მაგალითისათვის რატომ ასე ვთქვათ მოხდა მისი მხრიდან გარკვეულ გარემოებებზე თავის არიდება, რატომ მაგალითისათვის მოახდინა ჩანაწერი. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით განმეორდები, რომ მის ავთენტურობას არ ვეხები, მაგრამ მისი შინაარსი პირდაპირ მის საწინააღმდეგოს ადასტურებს, იმიტომ რომ განმეორდები ავთენტურობას არ ვეხები, მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ ეს არის ავთენტური, იქ ორი პირი საუბრობს და საუბრობს, რომ ეს ბიზნეს პროექტი ორივესთვის არის სარისკო. შესაბამისად, მისი პოზიცია რომ თითქოს და ეს ბიზნესი და ეს ბიზნეს პროექტი მხოლოდ მისი იყო, თავისივე მტკიცებულებით დასტურდება.